გმირთა მემორიალს აფხაზეთის ომში დაღუპული კიდევ 18 გმირის სახელი და გვარი დაემატა. მემორიალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და დაღუპულთა ახლობლებმა ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომრებს. დღემდე უგზობლოდაა დაკარგული. სამაჩაბლოში იბრძოდა მხედრული მამაცობისთვის ჯილდო აქვს. მერე აფხაზეთში გაგრა რომ დაეცა წავიდა რომ დაებრუნებიათ გაგრა განთიაჩში ჩაფრინდნენ. მაგრამ აი განთიაჩში ბრძოლების დროს 4-5 ოქტომბერი 4-ში ჩაფრინდნენ და 5-ში უკვე ეს ბრძოლები იყო. აი იქ დაიკარგა. ომი იმ დაგვარი სივრცეა რომ ადამიანები ზოგჯერ იკარგებიან. ომი არ ითვლება დამთავრებულად, სანამ ყველა ჯარისკაცი სახლში არ მოდის. მოსვლას სხვადასხვა ფორმა აქვს, ზოგი მოდის ფიზიკურად არსებობს, ზოგი უნდა გადმოასვენოთ. აი ეს პროცესი მიდის ახლა და იმედია ყველა მშობელს ექნება საშუალება რომ გარკვეულწილად თავისი შვილი დაკარგულად არ მეიჩნიოს. ყველა მებრძოლია, ყველა გმირია შვილო, ვინც იქ დაიღუპა უდანაშაულო ხალხი. დღეს სიმწუხარის ემოციაც გვაქვს და სიხარულის ემოციაც გვაქვს ამასთან ერთად. ვინაიდან ჩვენი გმირი შვილები დაუვიწყარები არიან. ამაყი ვარ მაინც რომ საქართველოსთვის ერთიანობისთვის შეწირეს თავი. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ყველა გმირების სახელი და გვარი. ეს იმის მანიშნებელია რომ ქართველი ერი თავისი ქვეყნისთვის თავს გაწირავს. ყველა ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული არის გმირი. 15 ოქტომბერს თბილისის მერიის ორგანიზებით მემორიალური კედელი განახლდება და ოფიციალურად გაიხსნება.